მოგესალმებით სტუდიო My Podcast Zone-დან და არ მჯერა რომ ბოლოს დადგა ეს დღე, რომელზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდი და გპირდებოდით დავიწყებ ჩემს პოდკასტს ხო და თავის საკუთარ თავსაც ვპირდებოდი, როგორც იქნა დადგა ეს დღე და მინდა გითხრათ რომ დღეს სტუმარი არ მყავს. და კი, სწორად მიხვდით და სწორად გაიგეთ, ნამდვილად არ მყავს დღეს სტუმარი, იმიტომ რომ გადავწყვიტე დღეს ჩემი პირველი პოდკასტის სტუმარი ყოფილიყავი მე თვითონ და ყოფილიყავით ჩემი სტუმრები ყველა ერთად თქვენ, ვინც ნახავთ და უყურებთ ამ პოდკასტს და ამ ეპიზოდს. მიზეზსაც ახლავე აგიხსნით. ძალიან ბევრი და დიდი ხანი ვიფიქრე, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი სტუმარი, რადგან პირველი ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო, ამაღელვებელი და მართლაც ვფიქრობ, რომ პირველი სტუმარი უნდა ყოფილიყო ჩემთვისაც რაღაცნაირად სიმბოლური. მყავდა რა თქმა უნდა რამდენიმე ვარიანტი, რომელთა შორისაც ვარჩევდი, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ პირველი ეპიზოდის სტუმარიც და წამყვანის ყოფილიყავი მე თვითონ. მიზეზი ამ ყველაფრის არის შემდეგი. გაჩნდებოდა ალბათ უამრავი კითხვა ჩემი პოდკასტის გარშემო და ფორმატის გარშემო, რომელიც არის განსხვავებული, რაც ჩემს თორებს თუ ადევნებთ თვალს. ჩემი მეგობრები მქონდა ნახსენები ამის შესახებ და გადავწყვიტე, რომ კაფიოდ აი ამ პირველ ეპიზოდში, რომელიც იქნება ინტრო, რომელიც იქნება ერთგვარი ქუდი მთლიანი სეზონისთვის, ასე ვთქვათ, მინდოდა რომ ამის შესახებ ამეხსნა მომეწოდებინა ინფორმაცია. რატომ დავიწყე? რატომ ვთვლი რომ არის კარგი იდეა, რატომ გამომივა, რა თემატიკებს მიმოვიხილავთ, ვინ იქნებიან ჩემი სტუმრები და ასე შემდეგ. მაშასე, ალბათ ყველას გვაქვს ხოლმე საკუთარ თავთან პრეტენზიები იმის თაობაზე, ვინ ვართ, რა გვინდა რომ ცხოვრებაში გავაკეთოთ, რა არის ჩვენი მისია და ხშირად საკუთარ თავებს ვკითხავთ კიდეც იმის გამო, რომ ძალიან ადრეულ ასაკში ვერ მივხვდით რა გვინდოდა გვეკეთებინა და რა იყო ზოგადად ჩვენი მისია. და მეც ძალიან დიდი ხანი საკუთარი თავის ძიებაში ვიმყოფებოდი. ვცადე უამრავი რამ, საერთოდ სხვა რამ მინდოდა და საერთოდ სხვა რამ ვისწავლე. ვინც მიცნობთ, იცით რომ ჯანდაცვაზე ვსწავლობდი, შემდეგ კარგა ხანი არ გავაგრძელე სწავლა და შემდეგ ჩავაბარე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და აღმოჩნდი მარკეტინგში და ასევე მივხვდი რომ ძალიან კარგად გამომდიოდა, როგორც ხვებიც აღნიშნავენ და მეც მგონია, კომუნიკაცია. მაინტერესებდა ადამიანები და მაინტერესებდა მათი ისტორიები. არა უბრალოდ ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად. რა იყო მათი წარმატების ისტორია, რა იყო მათი ფაქაპების ისტორია, როგორ მიაღწიეს იმას, რასაც მიაღწიეს, როდის გადაწყვიტეს და რატომ გადაწყვიტეს, რომ ყოფილიყვნენ ისინი, ვინც დღეს არიან და როგორ შეიძლებოდა უბრალოდ აღფრთოვანებულიყავით მათით. შესაბამისად, ძალიან დიდი ხანია უკვე ჩემს გონებაში მწიფდებოდა ეს იდეა, ძალიან ადრეული ასაკიდან პრინციპში ჩემს თავს ვხედავდი როგორც აი აქ, ასევე აქ, ანუ როგორც რესპონდენტის ადგილას, ასევე ინტერვიუერის ადგილასაც. უბრალოდ ვერ წარმომედგინა ჯერ როგორ შეიძლება და მივსულიყავი აი ამ ნიშნულამდე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და საკუთარ თავთან მქონდა სხვადასხვა ტიპის შეკითხვები და პრეტენზიები, თუ რატომ შეიძლება და ვერ დამეწყო ჩემი პირადი YouTube არხი, თუ პირადი გადაცემა, თუ პოდკასტი. მაგრამ როგორც იქნა, მომწიფდი იმისთვის, რომ ნებისმიერი მოცემულობით ეს ერა დაიწყოს, ასე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებაში, რადგან ვფიქრობ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, როდესაც ვიმოგზაურე სხვადასხვა პროფესიებიდან და სხვადასხვა სამსახურებიდან, სხვა, ასე ვთქვათ, მიმართულებებში, გავიცანი უამრავი ადამიანი, გავიარე უამრავი კურსი, ვფიქრობ, რომ მე თავადაც დამიგროვდა ძალიან ბევრი გასაზიარებელი, რაც შეიძლება იყოს აუდიტორიისთვის საინტერესო და ასევე მგონია, რომ მიმიწვდება ხელი იმ ადამიანებზე, იმ კონტაქტებზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ საინტერესო თქვენთვის, რომელთაც შეუძლიათ რომ გაგეზიარონ საინტერესო ცხოვრებისეული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, რეალურად უყურებ ამ ყველაფერს და მესმის, რომ შესაძლოა ის მაღალი რანგის
ბიზნესის წარმომადგენლები შეიძლება თავიდან ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე როგორც მინიმუმ ვერ გახდნენ ჩემი სტუმრები და მათი რეალური ისტორიები ვერ გაგიზიაროთ, თუმცა დამერწმუნეთ, რომ მინდა ეს ჩემი პოდკასტი იყოს პლატფორმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ბევრი აქვს თქვენთვის გასაზიარებელი და სათქმელი. და ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა მედია სივრცეში, რომლებიც შესაძლოა სოციალურ სივრცეში ასე მკაფიოდ არ ჩანან და მათ ესე ხშირად ვერ ვხედავთ, მაგრამ რეალურად ისინი ქმნიან ჩვენს დღევანდელ რეალობას თავიანთი მიმართულებებით. იქნება ეს მარკეტინგი, იქნება ეს სხვადასხვა ზოგადად ციფრული პროფესიები, კომუნიკაციები, ბიზნესის მიმართულება, სტარტაპები თუ სხვა. ამიტომ მე ვეცდები ეს ადამიანები გაგაცნოთ და გაგაცნოთ მათი როგორც წარმატების ისტორიები, ასევე ის ყველაფერი, რაც ამ წარმატების უკან იდგა. არ არსებობს წარმატების ფორმულა. რა თქმა უნდა, ყველას გავლილი გზა არის უნიკალური და ვინაიდან და რადგანაც მე თვითონ ძალიან მაინტერესებს ეს გზა, მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ ეს ისტორიები და ინფორმაცია. დამეთანხმებით ალბათ, რომ სამყარო ყოველ დღე გვახვევს სხვადასხვა ადამიანების წარმატების ისტორიებს. და მათ შორის ეს წარმატების ისტორიები ხშირად არ არის ხოლმე რეალური წარმატება, არის ბუტაფორიული და იმ რაღაც ისტორიების მიღმა იმალება რაღაცა წვრილმანები. მაგრამ არის ისტორიები, რომლებიც რეალურად ძალიან პატარა წარმატებად გვესახება, მაგრამ სინამდვილეში ამ ისტორიის უკან დიდი გამარჯვებები დგას. და მეც მინდა, რომ გავიგო აი ასეთი ისტორიების შესახებ და გაგაცნოთ თქვენს. მაგალითად, განვლილ გზას რაც შეეხება, ძალიან ხშირად მეც საკუთარი თავისთვის მიკითხავს, რომ რას ვაკეთებ არასწორად. იმიტომ რომ პირობითად ძალიან ბევრს ვშრომობ, ძალიან ბევრს ვსწავლობ, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მაინც არ ვარ იქ, სადაც რეალურად მინდა ვიყო. და ძალიან ხშირად უსვამდი საკუთარ თავს ამ კითხვას და ასევე გარშემოყოფებისგანაც ხშირად მსმენია იგივე ინსაიტის და რეფლექსიის შესახებ. და რა იყო ამისი მიზეზი. და შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ არის არც გასაბრაზებელი, არ არის არც ასე ვთქვათ საწყენი, უბრალოდ ჩვენ ვართ ძიების პროცესში ყველა. და ყველა ადამიანს აქვს ის თავისი წერტილი, როდესაც ის მიდის იმ ნიშნულამდე, როდესაც ხვდება ვინ არის, როდესაც ხვდება რა არის მისი მისია, რა დანიშნულება აქვს და რა უნდა რომ აკეთოს. თუ იაპონურ კულტურას გადავხედავთ, ამას ქვია იკიგაი. და იკიგაი მოიცავს რამდენიმე ფაქტორს და ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი არის ის, როდესაც ადამიანს ყავს საკუთარი თავი შემეცნებული, როდესაც იცის რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, იღებს მათ და საჭიროებისამებრ მუშაობს კიდეც მათზე. და შემდეგ, როდესაც მას აქვს ნაპოვნია საკუთარი მისია, აქვს შინაგანი კმაყოფილებისა და თავდაჯერებულობის განცდა და ხედავს თავის მიზანს მკაფიოდ და მიდის ამ მიზნისკენ. და ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ მთელი თავისი პრედისტორიებით, რომ მეც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი საკუთარ თავს და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. და შემდეგ მივხვდი, რომ უნდა მეკეთებინა პოდკასტი, უნდა გამეცნო ადამიანები, უნდა გამეცნო მათი, ასე ვთქვათ, შინაგანი რეფლექსიები, ერთად უნდა გვეპოვა სხვადასხვა ინსაიტები და შესაძლოა გამოსავალიც კი. და ასევე ყველაზე საინტერესო გაცნობიერება, რაც ბოლო პერიოდში მქონდა და მინდა რომ აქვე გაგიზიაროთ, არის შემდეგი რამ. როდესაც ვხედავთ წარმატებულ ადამიანებს, აღმოვაჩინე, რომ გვაქვს ყველას განსხვავებული რეაქციები. ვართ ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია რომ აღვთავანდეთ ამ ადამიანების წარმატების ისტორიით და შთაგონება მივიღოთ და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს წარმატების ისტორიები დააკნინონ და ხელი შეუშალონ მათ შემდგომ განვითარებაში. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მეც ჩემს თავთან ვაღიარე, ასე რომ ვთქვათ, რომ ყველაზე კარგი ტიპი, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, ხარ მაშინ, როდესაც ხედავ სხვა ადამიანი როგორ აღწევს წარმატებას, როგორ იხდენს საკუთარ ოცნებებს და შენ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს იყოს შენი კონკურენტი საერთოდაც პირდაპირი და ძალიანაც ასე ვთქვათ ძლიერი კონკურენტი, შენ კი არ გშურს და კი არ ედრები მას ამ მომენტში, არამედ დგები, უბრალოდ ტაშს უკრავ, აღფრთოვანებული ხარ მისით და შინაგანად ხვდები, რომ შენ შინაგან ღირებულებას ამით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. იმიტომ რომ ის კონკურენტი თავისთვის ვითარდება და შენ შეგიძლია შენთვის განვითარდე და მისგან უბრალოდ გარკვეული შთაგონება მიიღო და პრინციპში ჯანსაღ კონკურენციაში შეხვიდეთ. ამ ყველაფერს ყვები იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხვდები, რომ საქართველოს ბაზარზე უკვე პოდკასტების
მიმართულებით და ზოგადად YouTube კონტენტის მიმართულებით თამასა არის ძალიან აწეული. და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაკავებდა და მაპარალიზებდა. ყოველთვის მქონდა მიზეზი, როგორც თავშიც გითხარით, თუ რატომ არ უნდა დამეწყო პოდკასტი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ტექნიკა არ მქონდა საკმარისი, იმიტომ რომ ვიზუალურად არ მომწონდა ჩემი თავი, თუ იმიტომ რომ არ ვიყავი საკმარისად კომპეტენტური და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ინსაიტების დამუშავებისას აღმოვაჩინეთ ესეთი რამ, რომ შენ შეგიძლია გახდე ვიღაცისთვის, ასე ვთქვათ, წინამძღოლი, უხეშად რომ ვთქვათ, თუ კი მასე თუნდაც ერთი ნაბიჯით ხარ წინ. ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა ნიშნავს ძალიან ბევრ რამეს. თუ კი შენ ცოტა ოდნავ მეტი მაინც გაგეგება, თუნდაც ციფრულ მარკეტინგში და როგორც მინიმუმ ის მაინც იცი, რომ ads manager-დან აწყობილი რეკლამა ჯობია გაშვებულ ბუსტს, შენ შეგიძლია იმ ადამიანს ასწავლო, ვინც ბუსტს უშვებს ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ads manager-ი უკეთესი ალტერნატივაა და აუხსნა მექანიზმები. ეს რა თქმა უნდა ძალიან პრიმიტიული მაგალითის დონეზე ავხსენი, მაგრამ მგონი გასაგებია. რისი თქმაც მსურდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია fake it till you can make it მომენტი. ანუ საკუთარი თავი დააჯერო როგორც მინიმუმ ექსპერტობაში მაშინ, როდესაც შეიძლება ჯერ არ ხარ, მაგრამ შეგიძლია რომ გახდე და პროცესში ისწავლო საუკეთესო პროფესიონალებისგან. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა როდესაც ვუყვებოდი ჩემი ამ მიზნის შესახებ, ოცნებას არ დავარქმევ, იმიტომ რომ რეალური და მიღწევადია და დროშიც შეიძლება გაწერილი იყოს. როდესაც ვეუბნებოდი, რომ მინდოდა ჩემი პოდკასტის გაკეთება და უბრალოდ ვერ ხვდებოდი საიდან დამეწყო, ვერ ხვდებოდი რა გამეკეთებინა და ასე შემდეგ. ან ჩემთან შეიძლება ვინ მოსულიყო ეს პრობლემა დამდგარიყო და ასე შემდეგ. მითხრა ესეთი რამ, რომ მე რა შენ გაქვს ეს შიში, რომ არ ხარ პროფესიონალი. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ნუ თუ არ გაგიგია, რომ საუკეთესო გზა სწავლისთვის არის ის, რომ ისწავლო პროფესიონალებისგან, ისწავლო მათთან საუბრის საფუძველზე. და მაშინ ეს ყველაფერი ძალიან ტვინში ჩამიჯდა, საკმაოდ დიდი ხანი იხარშებოდა ჩემში ეს იდეა და საბოლოოდ დღეს ვარ აქ და მინდა რომ დავიწყოთ ჩვენი პოდკასტი ამ ეპიზოდით და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება წინ, რადგან მასშტაბირების იდეებიც უკვე არსებობს, უბრალოდ მთავარია დავიწყოთ და მთავარია რომ გზა გამოჩნდეს, ასე ვთქვათ, პროცესში და პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ. რა თქმა უნდა, ხარისხიც დროსთან ერთად აიწევს, რადგან არსებობს გარკვეული მიზნები და ეს მიზნები არის აბსოლუტურად მიღწევადი და ასევე ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩემს სტუმრებზე. მე გეკვირდებით, რომ სტუმრები ძალიან საინტერესო ადამიანები იქნებიან და ძალიან სიღრმისეულ საუბრებს შემოგთავაზებენ, რა თქმა უნდა, რაც დროით ქრონომეტრაჟში იქნება გათვალისწინებული. გპირდებით იმას, რომ შეიძლება აი აქ არიჯდეთ, ან აქ არიჯდეთ, ან იქ წინ არისხდეთ, მაგრამ იმდენად საინტერესო დიალოგები შედგება, რომ უბრალოდ ეკრანში შეიძლება შემოძრეთ და აი არ ვიცი, აუტანელი სურვილი გქონდეთ ამ ადამიანებთან ინტერაქციაში შესვლის. აი ამას მართლა გპირდებით და შემდგომ თუ იქნება საკმარისი ინტერესი ოფლაინ აქტივობებზეც გადავალ. ეხლა რაც შეეხება ფორმატს, ვახსენე რომ ვაპირებ გავაკეთო განსხვავებული ფორმატით, ისეთი რომელიც საქართველოში ჯერ არავის არ გაუკეთებია, არ გულისხმობ რაღაცა პომპეზურს და გრანდიოზულს, არა, უბრალოდ ეს არის განსხვავებული და იგულისხმება ის, რომ იქნება ჰიბრიდული ფორმატი. ვინაიდან ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ხდება ჩემი, ასე ვთქვათ, ჰობის დონეზე უხეშად, full time სამსახურის პარალელურად და ჩემი პირადი სახსრებით, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ეს იქნება დროებით შეზღუდული იქამდე, სანამ არ ეყოლება ამ სტარტაპს, ამ პოდკასტს სპონსორი და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ეყოლება. ამიტომ იქამდე რაოდენობა იქნება შეზღუდული პოდკასტების, დაახლოებით დაიდება 2-დან 3 პოდკასტამდე თვეში და აქედან ერთი იქნება ყოველთვის ჰიბრიდულ ფორმატს რომ ვახსენებ, იგულისხმება რომ ეს იქნება ონლაინ ფორმატში. სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც საქართველოში ჯერ არავის არ გაუკეთებია და ნახავთ რომელი აპლიკაცია იქნება და ასევე აქედანვე გეუბნებით და გპირდებით რომ ჩემი ეპიზოდის ზოგიერთი ვერსია იქნება არაქართულენოვანი, იმიტომ რომ ვფიქრობ ჩემი პოდკასტი უნდა იყოს საერთაშორისო
და მეყოლება არაქართველი რესპონდენტებიც, რომლებიც ვფიქრობ, რომ ასევე საინტერესონი არიან მათი ცხოვრებისეული გზით, მათი კარიერული განვითარების გზით და მათი მაგალითებითაც. აქ შემიძლია დავამატო ერთი მომენტი, რაც მე ყოველთვის მათრიგერებს ხოლმე და მაწუხებს, რაც არის შემდეგი. ვინც მიცნობთ იცით, რომ მე მუშაობ შეიძლება ითქვას საერთაშორისო კომპანიაში და მიწევს შეხება არა მარტო ქართველ ადამიანებთან და ხშირად ამ სამსახურის ფარგლებშიც და აქამდეც ასეთი ინსაიტი აღმომჩენია, რომ უცხოელები ქართველებს ცოტათი ზემოდან გვიყურებენ კარიერული განვითარების თვალსაზრისით და რა იგულისხმება ამაში. როდესაც გარკვეული კომპანიები აქ აუთსორსინგულად მუშაობენ, უკაცრავად როდესაც ფრენჩაიზინგები აქვთ აქ გახსნილი და საქართველოში ოფისები, ან ქართველ პროფესიონალებთან უწევთ შეხება, ცოტათი ცინიკური დამოკიდებულება მოდის მათი მხრიდან. ამბობენ, რომ ქართველი პროფესიონალებიც კი არ არიან საკმარისად პროფესიონალები. ანუ აქვთ მეტი მედიურობა, აქვთ მეტი ასე ვთქვათ ცნობადობა, მაგრამ რეალურად საქმეში არ არიან ისეთი პროფესიონალები და იმდენად ორგანიზებულები, როგორც იგივე თუნდაც შეიძლება ეს იყვნენ უკრაინელები ან სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ეს მე ყოველთვის ძალიან მაწუხებს ხოლმე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი პოდკასტი მოგცემს იმის საშუალებასაც, რომ გარკვეულწილად არა ცუდად და ცუდ ტონში შევადაროთ ხოლმე ქართველების და არაქართველი სფეროს წარმომადგენლების გამოცდილებები და მათი ხედვები, ინსაიტები და შეიძლება გარკვეულწილად დაგვაფიქროს კიდეც აი ამ შედარებებმა რაღაცეებზე და მიგვიყვანოს ახალ შედეგებამდე, ან უბრალოდ გაგვიჩინოს мотиваცია. სხვა სიტყვებით, რომ შევაჯამო მარტივად, ამ პოდკასტის დაწყების მიზანი არის პირველ რიგში ის, რომ მე მაინტერესებს ეს საქმე, მომწონს და როგორც დასაწყისში ვთქვი, ჩემი რაღაც იკიგაია და ვფიქრობ, რომ საკუთარ თავს უნდა მივცე იმის უფლება ვაკეთო ის, რაც მინდა და მომწონს. და მეორე, ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტი შეიძლება იყოს ღირებულება, შეიძლება იყოს არა, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ღირებულება თქვენთვის, რადგან ძალიან საინტერესო თემებს მიმოვიხილავთ. ძალიან ბევრჯერ ვახსენე სიტყვა საინტერესო, მაგრამ გასაგებია, რომ მართლაც ამის მოლოდინი უნდა გვქონდეს. და ასევე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პლატფორმა, ეს იქნება მედია რესურსი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა ყოველდღე არ ჩანან სოციმედიაში. არ ვიცი, ეს შეიძლება მათივე გადაწყვეტილებით იყოს, რომ მათ არ სურდეთ ყოველდღე გამოჩენა. ვიცნობ ესეთ ადამიანებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს არ დაწყებულ პოდკასტში მოვიწვიე და ვუთხარი, რომ მაინტერესებდა მათთან კომუნიკაცია. პირდაპირ უარი მითხრეს ცივად და ამიხსნეს ამის მიზეზიც, რომ იცი რა, მე არ მჭირდება გამოჩენა, იმიტომ რომ მე ისედაც გამოვიმუშავებ საკმაოდ თანხას, ისედაც ვარ წარმატებული, ისედაც ვიცნობ იმ ადამიანებს, ვინც მჭირდება და შენს პოდკასტში დაჯდომა და თუნდაც სხვა ნებისმიერ სატელევიზიო თუ YouTube გადაცემაში ყოფნა, ჩემთვის ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. რაში მჭირდება მედიურობა და ასევე რაში მჭირდება, რომ ჩემი საიდუმლოებები გავამხილო, ჩემი ბიზნეს მიდგომები გავამხილო სხვებს და მაშინ, როდესაც გარშემორტყმული ვარ ზოგადად კონკურენტებით და ჩემი ნებისმიერი წარმოთქმული სიტყვა შეიძლება იყოს ჩემს წინააღმდეგ გამოყენებული. და ამანაც გარკვეულწილად კიდევ ერთხელ დამაფიქრა. თუმცა ადრე, როდესაც ჩემს ერთ-ერთ მეგობართან ვსჯელობდით იმაზე, ვინ შეიძლება და ყოფილიყო სტუმარი და რამდენად ამოწურვადი არის ქართული ინტერვიუს მიმართულება. მანაც ასეთი რაღაც აღნიშნა, რომ ქართველი ბიზნესმენებიო, ვინ გინახავს ხშირად რამდენიმეს გარდა, რომლებიც რეალურად გამოდიან და მათ რეალურ ისტორიებს ყვებიანო. და მაშინ მეც დავფიქრდი, რომ კი, ნამდვილად ესეა. და ისიც დააყოლა, რომ ქართველი მეწარმეები თუ ქართველი ბიზნესმენები ხშირად მალავენ მათ ხრიკებს და ჟარგონულად რომ ვთქვა, აჯდებიან თავიანთ ცოდნასო. და პრინციპში გარკვეულწილად ალბათ ასეც არის და ალბათ ამას გარკვეული გამართლებაც გააჩნია, როგორც ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ბიზნესმენი ამბობს, არასდროს მკითხო, როგორ ვიშოვე ჩემი პირველი მილიონი და დანარჩენი ყველაფერზე მზად ვარ რომ გესაუბრო. და მართლაც ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ მე მაინც არ ვნებდები, მე მაინც ვეცდები რომ
მოვიყვანო საინტერესო სტუმრები, ვალაპარაკო ისინი შეძლების დაგვარად ისეთ თემებზე, რომლებიც გვაღელვებს, გვატრიგერებს, მოგცემს მოტივაციას, შთაგონებას და გვასწავლის რაღაცა ახალ მეთოდებს, მიდგომებს, უბრალოდ არ ვიცი, ინსაიტებს და ასე შემდეგ. და ვეცდები ასევე, რომ აქვე, აი ამ 1 საათის განმავლობაში რაღაც გარკვეული პრაქტიკული ნაწილით შემოვიტანო, მათ შორის შეიძლება ეს იყოს უცებ იმ წამსვე მოფიქრებული pitch deck-ი და ასე შემდეგ, რაც რეალურად იქნება საინტერესო თქვენთვის, როგორც მაყურებლებისთვის და მიიღებთ რეალურ სარგებელს, დაფიქრდებით და უბრალოდ გაგიჩნდებათ მოტივაცია იმისა, რომ რაღაცა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, როგორც მინიმუმ დიდი ხანი არ იფიქროთ ჩემსავით და დაიწყოთ იმ თქვენი იკიგაის ძებნა, რაც ბედნიერებას მოგანიჭებთ და აღარ დაფიქრდებით და არ გადადებთ ამ ბედნიერებას ხვალინდელი დღისთვის. როგორც ერთ-ერთმა ჩემთვის საინტერესო პიროვნებამ თქვა, სახელს არ ვიტყვი უბრალოდ, უნდა იპოვო ცხოვრებაში ისეთი რამ, რაც შენი ინტერესის სფერო იქნება, რაშიც გულს და სულს ჩადებ, რაშიც განვითარდები და რაც გაშოვნინებს ფულს. და გულსრფელად ვიტყვი, მე მჯერა, რომ ეს პოდკასტი არის რეალურად სტარტაპი ამ ეტაპზე, რომელიც შემიძლია ვაქციო ბიზნესად. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამისთვის საჭიროა სწორი ნაბიჯების გადადგმა და მე ვფიქრობ, რომ ამ ნაბიჯებს გადავდგამ და რა თქმა უნდა თქვენი მხრიდან დამჭირდება მხარდაჭერა ამ მიმართულებით, რადგან თუ არა თქვენი მხარდაჭერა, თუ არა თქვენი გამოწერები და ასე შემდეგ, მე ვერ გავიგებ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რის გაკეთება ღირს და როგორ განვითარდეს ეს იდეა საბოლოოდ. დასასრულს მოვყვები ერთ ამბავს, ერთ დიალოგის შესახებ. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, თუნდაც პოდკასტის მიმართულებებზე, სხვადასხვა ინსაიტებზე და პრინციპში სწორედ ის არის ჩემი იდეოლოგიც, ჩემი პირველი მხარდამჭერიც და მოტივაციაც მათ შორის აი ამ პოდკასტის ამბავზე. ძალიან დიდი ხანი მბუსტავდა, რომ მე ეს გამომივიდო და მაშინ როდესაც მე თვითონაც არ მჯეროდა ჩემი თავის. და თავდაჯერება ძალიან ნულს ქვემოთ მქონდა. და ამ დღეებში უკვე როდესაც განვიხილავდით, როგორ დავიწყებდით ჩემ პოდკასტს, ვინ იქნებოდნენ ჩემი სტუმრები, რატომ უნდა უყუროს ხალხმა, რა ღირებულებას ვაძლევ და ასე შემდეგ, ერთი რაღაც შემახსენა. დაიმახსავრე, რომ შენ გეყოლება ჰეითერებით და მზად იყავი ჰეით კომენტარებისთვის. და მე ვთქვი, რომ არ მაინტერესებს თქო და ჩემი თავისგანაც გამიკვირდა, იმიტომ რომ ზოგადად მე ვარ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანების აზრს საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზიც, რატომ არ ვიწყებდი აქამდე ამ მიმართულებით მუშაობასაც და კიდევ ძალიან ბევრი სხვა მიმართულებითაც და ეს არის ის მომენტი, როცა მართლა არ მაინტერესებს არც ერთი ჰეითერის და არავის აზრი საერთოდ და ეს არ არის საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა. როგორც მე თვითონ ჩავთვალე რაღაც მომენტში და ვკითხე ომიკოს, მეთქი ომიკო, როდესაც ამხელა კონკურენციის გრადუსია, ამდენი გენიალური ადამიანი არის ამ მიმართულებით. უკვე ისეთი შარკებიც კი ჩაერთნენ საპოდკასტო მიმართულებაში, არ დავასახელებ ვინ, მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით ტოპ პროფესიონალებს შორის შედიან, ტოპ 3-ში თუ არა 5-ში მაინც თქო და ძალიან გამიჭირდება რეალურად მათთან კონკურენციის გაწევა ალბათ მეთქი. მაგრამ ისიც მოვაყოლე, რომ არც ეგ არ მაინტერესებს თქო, იმიტომ რომ მე იმდენად დარწმუნებული ვარ აი ამ მიმართულების წარმატებაში და იმდენად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის ჩემთვის და საჩემო მიმართულება. მართლა ვერავინ და ვერაფერი ვერ გადამამფიქრებინებს, მათ შორის ვერც ერთი ჰეითერის კომენტარი, რომლებიც ფიქრობ, რომ ალბათ არ უნდა მყავდეს წესით, მაგრამ თუ მეყოლება, ეგეც არ არის პრობლემა, უბრალოდ დავბლოკავ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი სივრცე არის ჩემი სახლი და ვიღებ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ჯანსაღი კრიტიკის, ასე ვთქვათ, გამოხატვა და არა უზრდელური ან უტაქტო ტონით. ჯანსაღი კრიტიკისთვის ყოველთვის მზად ვარ, პირველი კრიტიკოსი საკუთარი თავის მე თვითონ ვარ ხოლმე და არ მგონია ვინმე რამე ესეთი მითხრას, რაზეც მე თვითონ არ დავთრიგერდი იქამდე ან არ შევწუხდი და რაზეც თავდაჯერება უკვე არ დამიქვეითდა, მაგრამ
ყოველთვის მზად ვარ ჯანსაღი კრიტიკისთვის მაგალითად. ჯანსაღი კრიტიკის მაგალითი რა შეიძლება იყოს, რომ ანი ხმა არ არის კარგი, ანი ძალიან ბევრ სამბობ, ან ძალიან ბევრჯერ იხმარე სიტყვა საინტერესო დღეს და ასე შემდეგ. ასეთი კომენტარების გათვალისწინებას ყოველთვის დამიჯერეთ, რომ ყოველთვის გავითვალისწინებ, მაგრამ რაც შეეხება უტაქტო კომენტარებს, არც ჩემი და არც ჩემი სტუმრობის მიმართ, რა თქმა უნდა, არ მივიღებ და არ ავიტან. და ეს ყველაფერი მოვაყოლე იმას, რომ როდესაც ადამიანი პოულობ შენს საქმეს და ხვდები რომ ეს არის მართლაც შენი და როდესაც ხვდები რომ შესწავლილი ყავს საკუთარი თავი იმდენად რომ იცი საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეებიც და იღებ ერთსაც და ავითარებ მეორეს. ამ შემთხვევაში უკვე იმდენად შინაგანი საყრდენი გაქვს გამომუშავებული რომ არავის და არც მხარდაჭერას და არც მხარდაუჭერლობას აღარ აქვს მნიშვნელობა და არც hate speech მათ შორის და უბრალოდ აი ამ პირველ ეპიზოდში ერთადერთი რითიც მინდა რომ დავასრულო და ვთქვა არის ის რომ გისურვებთ თქვენს იპოვოთ თქვენი წილი იკიგაი და თქვენს იპოვოთ ძალა იმისთვის რომ თქვენი მიზნების, თქვენი ოცნებების ასრულება შეძლოთ და ვნახოთ როგორ წაიღებს პირველი პოდკასტი და ვნახოთ როგორ იქნება შემდეგი პოდკასტი, დამერწმუნეთ რომ ამაზე უკეთესი ნამდვილად იქნება და ყოველთვის ხარისხი აიწევს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერში თავიანთ წვლილს ჩვენი სტუმრებით შეიტანენ და დამერწმუნეთ უკვე ის სტუმრები, რომლებიც დადასტურებულია რომ შემდეგ ეპიზოდებში იქნებიან, უკვე ძალიან ბევრ ღირებულ ინფორმაციას გაგიზიარებენ. მათ შორის იქნება ეს მანიპულაციის ტექნიკები მოლაპარაკებების დროს, როგორ უნდა დაიცვათ თქვენი პირადი საზღვრები, თუნდაც იგივე კარიერულ გარემოში, ასევე პირად სივრცეში და ასე შემდეგ. ასე რომ დროებით დამიწერეთ თქვენი კომენტარები, უკავშირები, ჯანსაღი კრიტიკა არ მოგერიდოთ და რა თქმა უნდა გამიხარდება თუ გამოხატავთ თქვენს მხარდაჭერასაც, რადგან განსაკუთრებით საწყის ეტაპზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და როდესაც ამაზე ვფიქრობდი ზუსტად მხარდაჭერის ნაწილზე, ერთი ინსაიტსაც გაგიზიარებთ, რა ვიფიქრე. ადამიანები ზოგადად, როდესაც ვაღწევთ წარმატებას და თუ ეს წარმატება რეალურია, მაშინ ისედაც თავისთავად მოდის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების მხრიდან ინტერესი, იმიტომ რომ ყველას ჭირდება შენი piece of fame, შენი piece of success, ანუ შენი რაღაც წარმატების ნაწილი, იმიტომ რომ თითქოს შენთან კომუნიკაციის ნაწილში თვითონაც რაღაცნაირად წარმატებულები ხდებიან. ალბათ ჩვენს დაგვიჭერია საკუთარი თავი, აი ამ მომენტში, როდესაც თითქოს რაღაცა ჩვენთვის წარმატებული ან იდეალიზებული ადამიანების ასე ვთქვათ, ადამიანებთან კომუნიკაციის პროცესში თითქოს მათი რაღაცა ვარსკვლავობის ნაწილად ვგრძნობთ თავს თუ რაღაცა მსგავსი. მაგრამ ძალიან რთულია იმ ადამიანის მხარდაჭერა საწყის ეტაპზე ვინც არის და ვინც ახლა იწყებს თავის აღმავლობის გზას, ასე ვთქვათ, ვისაც შეიძლება არც ისე კარგად გამოსდის რაღაცა ან არც ისე თავდაჯერებულია და ასე შემდეგ. ამიტომ არ ვიცი, ერთგვარი ცოტა შეიძლება დანამუსებოსავით გამომივიდა. მაგრამ მოკლედ მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და მინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ თუ ამ ეპიზოდს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბევრი იყო, ან ბევრი ერთი და იგივე სიტყვა ვიხმარე ამ პროცესში, ბოლომდე მოусმინეთ და დაინახეთ რეალური ღირებულება და მზად ხართ რომ იყოთ ჩემი პოდკასტის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა.